კანვას საქართველოს უსის განცხადებას პასუხობს და ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროცესებს ზეწოლა და აფასებს. პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ორგანიზაცია კანვასის ლიდერების შემდეგ გამომძიებლებმა უკვე კანვას საქართველოს ოფისის წარმომადგენლები დაიბარეს. მარიამ ქართველიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, თუ შეძელი კანვას საქართველოს ოფისის წევრებთან გასაუბრება, გისმენთ? კანვას საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამომძიებლებს მასთან როგორც ჩანს შეკითხვები აქვს, თუმცა გოგიბერიძე სუსში მისვლას არ აპირებს. ის ითხოვს, რომ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს. რაც შეეხება კანვასის პოზიციას, თქვენც აღნიშნეთ, რომ ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სუსის გამოძიება და მათი ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის ორგანიზაცია კანვასზე ზეწოლა. ჩვენ ვესაუბრეთ კანვას საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მელაძეს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ სრულად იზიარებს იმას, რაზეც საუბრობდნენ მისი სერბი კოლეგები, ორგანიზაცია კანვასის ლიდერები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ტრენინგებს ატარებდნენ. მელაძე ამბობს იმასაც, რომ მათი ორგანიზაციის მთავარი სლოგანი არის არაძალადობრივი გზით პროტესტის სწავლება. ჩვენ ვკითხეთ მას, რას უკავშირდება ორგანიზაცია კანვასის ლიდერების განცხადებები ტრენინგის მიმდინარეობისას, მაგალითად სტუდენტების მზაობასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ სტუდენტები უნდა იყვნენ მზად დაკავებებისთვის და ასევე ამბობენ იმასაც, რომ სამართალდამცველების მიმართ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ, რომ სამართალდამცველების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჰქონდა ადგილი საპროტესტო აქციებზე. შეიძლება ითქვას პირდაპირ, რომ მელაძემ არც ჩვენ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა. საბოლოოდ კი თქვა, რომ მათი სწავლება და ტრენინგი სწორედ რევოლუციამდე მიდის და ხელისუფლების ცვლილებაში არაფერი არის ცუდი, როგორც ამას მელაძე ამბობს და აქვე ამბობს იმასაც, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისთვის არის მიუღებელი. ჩემი კოლეგაა დაბარებული გამოძიების საქმესთან დაკავშირებით, რაზეც სუსს ჰქონდა ორი პრესკონფერენცია. ნინი გააკეთებს თავად განცხადებას, მან ამ ეტაპისთვის სუსთან დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს ღია სასამართლო წესი დაკითხვა. თუ იზიარებთ თქვენ ყველაფერს იმას, რაზეც თქვენმა ორგანიზაციის ლიდერებმა ისაუბრეს? ყველა ლექცია, რომელიც პირადად მეც მაქვს ჩაწერილი, ყველანაირი ეს შინაარსი, ეს არის ჩვენი საჯარო მასალა, საჯარო ინფორმაცია და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს. საკუთარ მაგალითებზე დაყნობით მოყავდათ, სამართალდამცველებსო ძაღლებს ვეძახდითო და ასე პროვოცირებას ვახდენდითო, პროცესების ესკალაციისო, თუ ეს ზეწოლის მეთოდი არის ერთ-ერთი. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ძალადობრივი პროტესტის თავიდან არიდება. არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების წარმოება. თქვენი მიზანი ეხლა არის ესა რა ქვია ტრაქტორზე ლაპარაკი. ჩემი მიზანია, ხო და ჩემი მიზანია ჯერ იდეა გაგაგებინოთ. დაკავებებისთვის უნდა იყვნენ ახალგაზრდები მზადო, რატომ უნდა იყვნენ დაკავებებისთვის? მზად თუ არაძალადობრივი მეთოდით უნდა იმიტომ რომ ცუდი ადამიანები არსებობენ მთავრობაში და აკავებენ ადამიანებს არაფრის გამო. ვინ დაესწრო ორგანიზაცია კანვასის ლიდერების მასტერკლასებს რევოლუციასთან დაკავშირებით და რა მიზნით? ჩვენ გქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უშუალოდ კონკრეტულ ტრენინგს, პარასკევს გამართულ ტრენინგს ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე საიას თავმჯდომარე ჩავწერეთ, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ნამდვილად იყო სასტუმროში, სადაც ეს ტრენინგი ჩატარდა, თუმცა აცხადებს იმას, რომ არ ესწრებოდა ამ ტრენინგს. ის იყო ადამიანების უფლებების დასაცავად, რადგან ისინი გამოიძახეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საიაში ამბობენ, რომ არც ამ ტრენინგების შინაარსთან დაკავშირებით იციან რამე და არც თავად ორგანიზაციის ლიდერებთან დაკავშირებით. ამ სასტუმროში მე ნამდვილად ვიყავი პარასკევს იმ მიზნით, რომ მიმეცა განმარტებები ადამიანისთვის, რომელიც იყო დაბარებული გამოკითხვაზე პროცედურულ ნაწილში, ანუ რისი უფლებები აქვს, რა სიტუაციებს გამოკითხვა
და ასე შემდეგ და სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებოდი ტრენინგს, რაც შეეხება მე ტრენინგზე არ ყოფილვარ, არც ტრენინგის მონაწილეების შესახებ მაქვს ინფორმაცია და არც მის შინაარსთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა რაც დღეს გავრცელდა სუსის ჩანაწერები, ეს ადასტურებს, რომ ის იყო ჩვეულებრივი ტრენინგი ამ ჩანაწერიდან, რაც ჩანს თუ ეს ამ ტრენინგს მიემართება, სადაც რაიმე ისეთი არ ისმის, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული იყოს. სასაცილოც კია, რომ ეს გამოიყენება რაღაცა ისეთ საქმეში, როგორც თითქოს მტკიცებულება, ხო? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა ლექციიდან ამონარიდი. რამდენიმე წუთის წინ USAID-მა ამერიკულმა ორგანიზაციამ კანვასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით გავრცელა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეების უფლებაა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულება, რომელსაც ჩვენ ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. 2 წელზე მეტია USAID თანამშრომლობს კანვასთან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ვკითხულობთ განცხადებაში იმასაც, რომ კანვასთან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვდნენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. ორგანიზაციაში წერენ, რომ მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დაუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. წერია USAID-ის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მაყურებელს შევახსენებ, რომ USAID-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით ჩამოვიდნენ ორგანიზაცია კანვასის ლიდერები საქართველოში. მათ 4 დღის განმავლობაში ჩაატარეს ტრენინგები და ამ ტრენინგების ფრაგმენტები უკვე ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფარულ მასალაში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციის მასტერ კლასებზე იყო საუბარი.